ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ფოტორეპორტიორ ჯემალ კასრაძის ფოტოგამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე 100-ზე მეტი ფოტო წარმოადგენს კადრები, რომლებსაც მხატვარი 35 წლის განმავლობაში აგროვებდა ეროვნული მოძრაობის პერიოდს. მნიშვნელოვან სპორტულ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებს მოიცავს გამოფენა. ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დღეს გაიხსნა და 21 ნოემბრამდე გაგრძელდება. თითქმის ყველა დარგის იმავს გადაღებული ადამიანები, მოვლენები, სპორტიდან დაწყებული ეროვნული მოძრაობა და მე პარლამენტში ვიყავდი ძალიან დიდხანს 18 წელიწადი და საერთოდ ისე ზოგადად ბევრი რამე ბუნება, ბავშვების გადაღება მიყვარდა ძალიან. რა ვიცი, შეიძლება რაღაცა კიდე გამოვჩა, მაგრამ ყველაფერს ვიღებთ. ეს გამოფენა არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შეგიძლიათ ნახოთ საქართველოში მოხდარი მნიშვნელოვანი მომენტების აბსოლუტურად ყველა კადრი. ძალიან ბევრი ცნობადი სახე არის დღეს წარმოადგენილი და ძალიან ეფექტურად არის ყველა მათგანი წარმოჩენილი. ძალიან კარგი არის თვითონ ექსპოზიციაც და თვითონ დამთვალიერებასაც ეთრობარი ძალიან გაყოფილია. ძალიან დიდი არქივი აქვს, ახლა თვითონაც მე მგონი აზრი არ არის რა აქვს მან და ბუნი ეძებს და რაღაცა. ახლა რაც მე ვნახე აქ, ზოგადად ნანახი მქონდა, ზოგადად პირველად დავინახე. განსაკუთრებით ძალიან ბევრი აქვს ამ ჩვენი საზოგადო მოღვაწეების სურათები. თელოში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელიც